სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვაც ანალოგიურად წინა კითხვისა ეხება პოლიტიკურ აქტივობას და პოლიტიკური პროტესტის ფორმებს, რომელი არის მისაღები ქრისტიანისთვის და პირადად ჯონ მაკარტური რას ფიქრობს ესეთ ფორმებზე. აქ მოყვანილი იქნება პიროვნების სახელი ფრენსის შეფერი. მე მინდა იცოდეთ ფრენსის შეფერზე ჩემი დამოკიდებულება, ჩემს ცხოვრებაში ადამიანებს აქვთ ძალიან დიდი წვლილი მიღებული და განსაკუთრებით ქრისტიანულ ცხოვრებაში მე ყოველთვის დავაყენებ ასეთ ადამიანებს წინა პლანზე, ვინც და მათმა ნაშრომებმა პირადად არ ვიცნობდი ბევრს, მაგრამ მათ ნაშრომებმა ჩემზე დიდი ზემოქმედება მოახდინა. ფრენსის შეფერი არის ერთ-ერთი ესეთი. მე აქაც ვიყავი მის ორგანიზაციაში, უბრალოდ გავიცანი ადამიანი, ქვია ლაბრი, ეს ფრანგული სახელწოდების არის ეს ორგანიზაცია, შვეიცარიაში იყო მისი ცენტრი და შემდეგ ამერიკაშიც და ყველგან დაარსდა ეპიცენტრები, სადაც ადამიანები ნებისმიერი წარმოშობის სოციალური ფენიდან მიდიოდნენ იქ და იქ იწყებოდა ეს პროგრამა, უშუალოდ შვეიცარიაში ფრენსის შეფერი იყო და მისი მეუღლე ამის მოთავე, ღია კარი ჰქონდათ, ხო ეს ლაბრი იყო ღია კარის ადგილი, სადაც ჰიპები, ნარკოდამოკიდებულების ადამიანები, ვისაც უჭირდა ეს. და ერთგვარი ბანაკივით იყო, სადაც ხდებოდა გაზიარებები ამ თემებზე. რა თქმა უნდა, პირველი იყო კრიეციონიზმი, აპოლოგეტიკა და შემდეგ ქრისტიანობა. და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ ფრენსის შეფერს. მან დაწერა რამოდენიმე შესანიშნავი წიგნი, რომელიც იყო, ესე ვთქვათ, პირველად შეიძლება ითქვას ესეთი ქრისტიანი, რომელიც იყო ესე განათლებული, რომელიც ძალიან კარგად ერკვეოდა სოფხედელობა ფილოსოფიურში, ასევე ხელოვნების დარგში. და ის ეწეოდა ერთგვარ აპოლოგეტიკას ქრისტიანობისას და ქრისტიანობის დაცვას, რომ ქრისტიანობით შეიძლება ყველა ამ ჭეშმარიტების მიგნება და დალაგება, რისი პრობლემაც აქვთ ფილოსოფოსებს. შესანიშნავია აქ ეს გაკეთებული, მისი შესანიშნავი მოსწავლე არის თვითონ ორგანიზაციას სხვა უდგას ახლა სათავეში, მაგრამ თვითონ მისი მოსწავლე არის ნენსი პირსი, ესეც შეგიძლიათ მოიძიოთ, მისი წიგნებიც მე ძალიან მიყვარს და კარგად მიყვება იმ გზას და იმ კურსს, რომელიც ფრენსის შეფერმა დადო საფუძვლად. და ეს არის ნებისმიერი ფილმის, ნებისმიერი ნაწარმოების ქრისტიანულ შუქზე გარჩევა. პირველ რიგში დაფიქსირება თუ რა მსოფლმხედველობიდან ამოდის ეს ფილმი თუ ნაწარმოები და შემდეგ უკვე გარჩევა მისი ავკარგიანობაზე. თუ ქრისტიანების უდიდესი ნაწილი ჩამორჩებოდა სეკულარული მსოფლმხედველობის განვითარებას, იმ გაგებით, რომ ცალკე იდგა ეკლესია და ვერანაირად ვერ ერკვეოდა ამ საკითხებში, საით მიდიოდა სეკულარული სამყარო, აი ფრენსის შეფერმა დიდი როლი ითამაშა, რომ გაენათლებინა ეს ქრისტიანი პასტორები იმ საკითხებში, რომელიც გარს გვერდყვა ჩვენ როგორც ამერიკაში, ასევე სოფლიოში რაც ხდებოდა და განსაკუთრებით მარქსიზმზეც. მე არ დამავიწყდება ქალბატონ ნენსი პირსის ესე ვთქვათ ამბავი, როცა მან მოყვა, რომ მეზობელი თუ მეზობლის ბავშვი შემოვიდა და მის საწყლოთაღში ნახა მარქსისტული წიგნი, მარქსიზმის წიგნი და გაოცდა, რომ ის მარქსიზმით იყო დაკავებული. ამაზე გამახსენდა ბატონ თეოფილეს ცნობილი ისტორია, როდესაც პიროვნება შემოვიდა და ლენინის ბიუსტი იხილა მის ბიბლიოთეკაში. და ესე არიან ადამიანები, რომლებიც ვიწრო იმითი ხელმძღვანელობენ და არ აინტერესებთ ის თუ რა ხდება მათ ირგვლივ და სხვა რელიგიებშიც ვერ ერკვევიან, სხვა მსოფლმხედველობაში ვერ ერკვევიან. აი ამის მოწინააღმდეგე იყო ფრენსის შეფერი და ნენსი პირსიც. რომ თუ შენ გინდა რომ დაამყარო კონტაქტი, თუ შენ გინდა რომ აიცილო ის საფრთხეები, რომელიც ახლავს ამა თუ იმ სოფლმხედველობის პოპულარიზაციას, იცით ხო, ამერიკაში როგორი დომინანტი არის პრაგმატიზმი მაგალითად, ხო? ასევე მაგალითად არავინ არაფერი არ იცოდა ქრისტიანულ წრეებში, თუ ვინ იყო ზიგმუნდ ფროიდი
და რა გავლენა მოახდინა მან კაცობრიობაზე. ასევე ეგზისტენციალიზმზე ძალიან ბევრი აქვს დაწერილი, როგორც ფრენსის შეფერს და ძალიან კარგად იცნობდა, ხო? სარტრისაც, ალბერტ კამიუს ნაშრომებსაც და ყველა ფილმებს, ეგზისტენციალურ ფილმებს ისინი შესანიშნავად გარიხილავენ. აი ამაში ყველაფერში ხო გითხარი ძალიან დაალაგებულად, ძალიან აწყობილად პირველად აი მან მოვისვენე, რა თქმა უნდა, მე ბატონი რეზოს, ბატონი თეოფილეც ამას უფრო დეტალურად, უფრო ფართეთაც შლის გზადაგზა და ინგლისურად მე უშუალოდ ინგლისურ ენაზე ძალიან დამეხმარენ ესენი, თან ინგლისურადაც შევისწავლე ეგენი და არის კარგი სერიალი, ვისაც გაინტერესებთ, მაშინ როგორ ვიცხოვროთ მაშინ. ამაზე წიგნიც არის დაწერილი და მე ავტობიოგრაფიული ფილმი მისმა შვილმა, რომელიც ახლა სამწუხაროდ უფრო მართლმადიდებელი გახდა მე მგონი და ძალიან ლიბერალი გახდა, გადაიღო მამას მონაწილეობით ეს ფილმი. 10 სერიანი ფილმია, რუსულად არის ნათარგმნი და ინგლისურადაც ვისაც შეგიძლიათ, მე ყველას გირჩევთ, ძალიან შესანიშნავი დოკუმენტური მასალებით არის გაჟღენთილი, იწყება რომაული ხანიდან და მიდის თანამედროვე დრომდე. 10 სერიანია. როგორ ვიცხოვროთ მაშინ? ანუ როცა ჩვენ ქრისტიანები გავხდებით, როგორ ვიცხოვროთ ჩვენ მაშინ? და ბოლო სიცოცხლის ბოლო პერიოდში ხო ის ძალიან დაუახლოვდა ჩაკ კოლსონს და ნენსი პირსმაც წიგნიც დაწერა ჩაკ კოლსონთან ერთად და სხვათა შორის ეს წიგნი მე იმასაც გაუგზავნე, რა ქვია, ბაჩუ ახალაიას ციხეში. გაგიკვირდებათ, ალბათ გაგეცინებათ, მინდოდა რაღაც რომ მომაწოდეს ინფორმაცია მის ცხოვრების შესახებ, მინდოდა აბა გაცნობოდა ციხეში მაინც ჩაკ კოლსონის ცხოვრება. ჩაკ კოლსონი იყო პიროვნება, ნიქსონის მრჩეველი, ძალიან ცნობილი პიროვნება და რომელიც Watergate-ის სკანდალზე დაკავებული იქნა ციხეში და მობრუნდა და გაქრა ქრისტიანი. მერე მან დაიწყო ქრისტიანული ციხეებში ქრისტიანული მსახურება, ევანგელიზაცია და ძალიან ცნობილი პიროვნება გახდა ამ კუთხითაც. და ფრენსის შეფერს უკავშირდება, ისინი მერე წერენ უკვე ქრისტიანულ მანიფესტოს, ჰუმანისტური მანიფესტოს წინააღმდეგ და იწყებენ პოლიტიკურ აქტივობას. აი ამ პოლიტიკურ აქტივობაზე, მარშირებაზე, პროტესტზე, დემონსტრაციებზე პიროვნება ახლა ვინც კითხვას სვავს, აინტერესებს ჯონ მაკარტურის პასუხი და ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო. მე არ დამავიწყდება ეს, იმიტომ რომ ჯონ მაკარტურის აზრი მე ყოველთვის მაინტერესებდა სხვადასხვა მოვლენებთან დაკავშირებით. ასევე სხვადასხვა პიროვნებებზე, ადამიანებზე, ჩარლს სტენლი იქნებოდა ეს, თუ ნებისმიერი გინდა მორმონებზე, ხო გაინტერესებს ახლა როცა ავტორიტეტი ადამიანი, გაინტერესებს ის რას ფიქრობს ამათ თუ საკითხზე, რომ შენც მერე გაითვალისწინო ეს, ამ კუთხიდაც დაინახო. კი არ მიიღო ახლა 100% შეიძლება ჯონიც ბევრ რაღაცაში არ იყოს ხო ისეთი 100%-იანი, მაგრამ გაინტერესებს აბა ბიბლიასთან მიმართებაში ვინ უფრო სწორია. როცა ეს ასე იქცევა, ის ესე იქცევა, გესმით? და ჩვენ ავიღებთ რაღაცა კარგს აქედან, ადამიანის არჩევანზეა, ხო, რასაც შენ გააკეთებ, შეთვის რა იქნება და ბიბლიასთან რომელი დააგაახლოებს. და იმას გაითვალისწინებ, ასე რომ ესეც ჩემთვის მახსოვს ეს კითხვა, ეს პასუხი და ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო ეს. მე რო უშუალოდ ყოფილიყავი, კიდე ბევრ კითხვებს დაუსვემდი, ხო, როცა ჩვენ ხედავთ ასეთ მრავალფეროვნებას ირგვლივ. აი ჩარლს სტენლის შესახებ აქ ნათქვამი ჯონ მაკარტუს. მე ახსოვს რავი ზაქარიას სკანდალი რომ მოუვიდა, ამაზე დიდი კომენტარები გააკეთა. ასევე იმ ფალოველზე, ხო, ფალოველზე რო გითხარი, ჯერი ფალოველზე როდესაც უჩივლა ჰასლერის ჟურნალის დამფუძნებელს და მაგაზე ფილმი ვნახე მე და ეხლაც კიდე გადავხედე იმ ფილმს, ხალხი ლერი ფლინტის წინააღმდეგ თამაშობს ჰარელსონი და თამაშობს ედვარდ ნორტონი MS რა ქვია როლში, ადვოკატის როლში. ეს არის ამერიკის ისტორია. და მე მაინტერესებს თუ რა ბრძოლებს ქონდა ადგილი, რა ცვლილებებს ქონდა და სიმართლე გითხრათ, მე ძალიან გული დამწყდა, რომ ამერიკა ესეთ დროს როგორ წავიდა უკან და უკან. და სიტყვის თავისუფლება ის პირველი ცვლილება first amendment ჩანაცვლება კონსტიტუციაში ხომ, რელიგიისა და სიტყვის თავისუფლება ესე ცუდად იქნა გამოყენებული პორნოგრაფიის და აღვირახსნობის რეკლამისათვის. გესმით, როგორი არის ესეთი სატანა, როგორ იყენებს ამ ლოგიკურ იბეებს თავის და საკეთილდღეო და როგორ დაამთავრეს მათ ცხოვრება. გაყევით და ნახავთ რა ლერი ფლინტმაც მისმა მესამე ცოლმა წყალში ჩაიხრჩო 26 წლის გოგონა
ნარკოტიკებს როგორ იყენებდნენ, როგორ ესროლეს მას, როგორ იყო დავრდომილი, ეს ყველაფერი ცხოვრებას უნდა გადახედოთ ადამიანის და ნაყოფებით მე მიხვდებით თუ რა იყო სწორი და რა არ იყო სწორი. ღმერთი არ ტოვებს ისე ადამიანს, რომ არ დაგვანახოს ჩვენ მისი უსუსურობა. ახლა ხან ჯინ ჰეკმანიც გარდაიცვალა ისეთ რა ხვა რაღაცა ისეთ გაურკვეველ მდგომარეობაში, ხო მეუღლე, იაპონელი ეს პიანისტი, მეორე მეუღლეა თუ არ მეშლება. არიციან როგორ გარდაიცვალა ერთი ძაღლიც, ორი ძაღლი გარეთ იყო და არ გადაცვლა და არიციან როგორ მოხდა ეს გერმანული ნაგაზი იყო და 95 წლის იყო. გადახედეთ მის ცხოვრება, შეისწავლეთ მისი ცხოვრება და ბევრ რამეს მიაგნეთ მის ცხოვრების დეტალებიდანაც, ხო? ასე რომ მე ყველაფერს ასე ვაკვირდები და ვსწავლობ, ეს ჩემთვის არის იმიტომ რომ მე მიწევს აქ ცხოვრება დაბადებული სადღაც საქართველოში, სხვა მსოფლმხედველობით და მე მინდა გავერკვე სულ სადავა რა არის, რა იქნა კარგი, რა იქნა აქ მიტოვებული და რას ჩავეჭიდო, რა გავაღვივო და მე სხვებსაც რა გაუზიარო. აი მოусმინოთ აბა კითხვის დამსვლელს. მე ესე დავწერე. ფორმულება ესე გავაკეთე, რომ ფრენსის შეფერსაც ქონოდა ადგილი ამ ჩემს სათაურში. რას ფიქრობთ პროტესტის ისეთ ფორმაზე, როგორცაც ფრენსის შეფერი მიმართავს ხოლმე. და მოусმინოთ აბა კითხვის დამსვლელს. სალამი ჯონ მოგესალმებით, მეც ასევე მადლობა მინდა მოგიხადოთ გასულ კვირას ღამეს მოწოდებული გზავნილისათვის, რომელიც ეხებოდა ჩვენი ქრისტიანების დამოუკიდებლობის და ურთიერთობას მთავრობასთან. ჩემი შეკითხვა პირდაპირ კავშირში ამასთან. როგორ ძნობთ თქვენ თავს იმაზე, რაც ხდება პოლიტიკური პროტესტის სახით, კუთხით, მაგალითად დაფიქსირება მსვლელობებით, მარშირებით, მიტინგებით, პლაკატებით და ბანერებით. როცა ქრისტიანები იწყებენ მსვლელობას საჯაროდ, დემონსტრაციულად და აფიქსირებენ თავიანთ პროტესტებს. მე ვნახე ფრენსის შეფერი, რომელიც ხელმძღვანელობდა ერთ ასეთ დემონსტრაციას. ეს ფიქრობ, რომ იყო აბორტის საწინააღმდეგო მსვლელობა და ეს გაკეთა კანონიერად. და ხალხი ძალიან წესიერად მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო და ეს არ იყო გაკეთებული ადგილობრივი ეკლესიის ეგიდით. ეს ეხებოდა ყველა მოქალაქეს. ყველა მოქალაქე იყო ამაში ჩართული, შეიძლება არაქრისტიანებიც. მე მსურს თქვენი აზრის დაფიქსირება ამაზე. რამდენად სწორია ეს? და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, მე არანაირი პრობლემა არ აქვს, როგორც წინა კითხვაშიც დავაფიქსირე, თუ ეს ყველაფერი გაკეთა სათანადო გზით და ეს იყო კანონის ფარგლებში. ანუ ნებადართული იყო და ეს არ შეიცავდა თავში რაღაც აურზაურს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ძალიან ბევრი ადამიანები როცა აკეთებენ ამას, აკეთებენ რა თქმა უნდა ტელევიზიაში, რომ იყოს ეს გასული და უფრო ფართო მასებს გაეცნოს და ასევე კაპიტოლიუმში, რომ ნახოთ, სადაც დიდი საარჩევნო ოლქია და ამიტომ ხმა მიწვდენლი იქნას და ხშირად აკეთებენ ამას ვაშინგტონში, დედაქალაქში, რომ დაფიქსირდეს ეს უშუალოდ პოლიტიკოსების თვალწინ. და თუ გაკეთა ეს სწორად პატივისცემით, სათანადო ესეთი კანონებით და ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან მათში, ამას კულტურულად, civilურად გამოხატავენ, მე არანაირი პრობლემა არ აქვს. მაგრამ როცა ჩვენ ვიღაცა ბრბოს გამოიყენებენ, იქ აღიძრება ეს ბრო, ისინი იწყებენ ბოროტად, ძალიან აგრესიულად, თავიანთი აზრის დაფიქსირებას კანონმდებლობის წინააღმდეგ, ეს ხდება რაღაცა მეამბოხურად და ეს ასტიმულირებს კიდევ უფრო გრძნობებს და სენტიმენტს და ისინი ძალიან მიუღებელ რაღაცებს ლაპარაკობენ, როგორც ამერიკულ ერზე, ასე ხელმძღვანელ თანამდებობაზე, წვავენ დროშებს და გამოხატავენ ამას აგრესიულად, მაშინ მე ამას ვერ დაუჭერ ხარს და არანაირად მოსაწონი არ არის. მაგრამ თუ მე ფიქრობ ეს გაკეთა სწორად, როგორც ეს სახელმწიფო მოქალაქეს შეფარება კანონის დაშვები და მის ფარგლებში, გამოხატოთ თქვენი საკუთარი აზრი, პროტესტი, იმის და წინააღმდეგ რაც ხდება მთავრობაში და პოლიტიკაში, ეს შესანიშნავია. რაც მე მაწუხებს, რაც წინა კითხვაზეც დავაფიქსირე, არის ხოლმე ის, როცა ღვთისკაცები, პასტორები, ან თეოლოგები, რომლებიც მოწოდებულები ან პირველ რიგში, რომ იყვნენ სიტყვის მასწავლებლები, სიტყვის მქადაგებლები, ისინი თავს ანებებენ ძირითადად თავიანთ ამ მოწოდებას და გადაერთვებიან პოლიტიკაში, ეს უკვე ჩემთვის გულწრფელი ვიქნები, ძალიან არასასიამოვნო და დამამწუხრებელია.
და ეს არის პირადი განცდა და მას მე ნამდვილად გძნობ თავად ფრენსის შეფერის მიმართაც, რომლის ცხოვრების ბოლო რამდენიმე ნაწილი მე ფიქრობ არ იყო სწორად დახარჯული. როდესაც მან თავის დროზე უზარმაზარი წვლილი შეიტანა ეკლესიის აპოლოგეტის გზაზე და უდიდესად დაეხმარა ეკლესიას, რომ ისი ყოფილიყო განათლებული და სწორად გაენალიზებინა ჩვენს ირგვლივ მიმართული პროცესები. ეს გზავნილი სრულიად დაიკარგა მის ბოლო ცხოვრების მოღვაწეობის წელში და ძალიან დაკავდა ლაშქრობებით, დემონსტრაციებით, მიტინგებით, არ და ის ნამდვილად პროდუქტიული იყო მანამდე უფრო, რასაც ის წინა წლებში აკეთებდა ქრისტიანული აპოლოგეტის კუთხით. ეს მხოლოდ ღირებულებებით შეფასებაა ჩემი მხრიდან. მე ვერ ვიტყვი იმას, თუ რას აკეთებდა ის თავის ბოლო ცხოვრებაში, მაგრამ რასაც უყურებდი მე გარედან მის ცხოვრებას, ხვდებოდი, რომ ბოლო წლებში ის უფრო მეტად გადაერთო და ზრუნავდა დემონსტრაციებზე, პროტესტებზე და ამ თავის ენერგიას ახმარდა არა უფლის სიტყვის პოპულარიზებას და ხარებას, არამედ ამ პოლიტიკურ აქტივობას. და ჩემი ფიქრით, ჩემი აზრით ის დაშორდა იმ დიდ წვლილს, რომელიც მან წლების განმავლობაში შეიტანა ძალიან კარგ საქმეში, რასაც ქრისტიანული აპოლოგეტია ქვია. ასე რომ ეს არის პრიორიტეტების საკითხი. ვისთვის როგორ? და მე ფიქრობ, მასში მონაწილეობის მიღება, თუ ეს ხდება კანონიერი სახით, არ არის პრობლემა. რა თქმა უნდა, ეს თუ ხდება აბორტის წინააღმდეგ, ეს ხდება გეების უფლებების დაცვის წინააღმდეგ. შეიძლება იყოს ეს წერილობითი, შეიძლება იყოს ეს პროტესტის ფორმით და ასე შემდეგ. მე მაგალითად წინააღმდეგობას არ გაუწევდი ისეთ ცვლილებას, ისეთ ჩვენებას და დავდგებოდი კიდევაც, თუ ეს სწორად გაკეთდებოდა. მაგრამ მე ვერ გადავიტანდი ჩემს ენერგიებს, დროს, ღვთისმოწოდებას ჩემს ცხოვრებაში ამის გასაკეთებლად, რადგან გძნობ, რომ ჭეშმარიტი და ნამდვილი ქმედითი ძალა არის იმაში და თქვენ იცით ეს. ეს არის ღვთის სიტყვის სახურება და იმის აღსრულებაში, რაც ღმერთმა დაგვიბარა. გასაგებია? დიახ, მადლობა ჯონ, გასაგებია.